ეს ელინა ვალტენონია, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს თავმჯდომარე. საქართველოს გასული წლის ოქტომბერში ესტუმრა, შეხვდა მაკაბოჭორიშვილს, სამოქალაქო საზოგადოებას, იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან და პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე. შესუსომ ისიც დააჯარიმა, გზის გადაკეტვის ბრალდებით. სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის შემდეგ ეუთოს თავმჯდომარემ განაცხადა. საქართველოს ერთსულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს. ეს ძალიან ძლიერ სიგნალს გვიგზავნის ყველა ჩვენგანს. მმართველი პარტიის მხრიდან პოლიტიკური ოპონენტებისა თუ აქტივისტების დევნაზე საუბრობენ ევროპარლამენტარებიც. რას აკეთებს ოცნება ამის საპასუხოდ? პროპაგანდის გამოცდილ მეთოდებს მიმართავს. მეთოდი ნომერი 1. რეალობის უარყოფა. საქართველოში არ არის არც ერთი პოლიტპატიმარი. საქართველოში პოლიტპატიმარი 2012 წლიდან არ არის. ოცნების წევრები ამ განცხადებებით რეალობას ვერ ცვლიან, თუმცა საზოგადოების ნაწილს აბნევენ და აეჭვებენ. ორი ურთიერთსაპირისპირო განცხადების მოსმენისას ბევრმა შეიძლება ვერ გაიგოს სადაა სიმართლე. შემდეგ მმართველი პარტიის მესიჯბოქს სიტყვასიტყვით იმეორებს პროსამთავრობო მედია და უფრო შორსაც მიდის. პოლიტიკური პატიმრების არსებობის. ქვეყანას პოლიტპატიმრები არა, მაგრამ ჰყავს თვითდაპატიმრებული პოლიტიკოსები. ოპოზიციური პარტიების ლიდერებისთვის თვითდაპატიმრება ბოლო დროს საკმაოდ აპრობირებულ მეთოდად იქცა. თვითდაპატიმრებულების მისია. იმედმა ამ სახელწოდებით 10 წუთიანი სიუჟეტი მოამზადა. ამ აბსურდული ტერმინის გამოყენებით ისინი ყალბ ნარატივს ავრცელებენ, ქმნიან ილუზიას, რომ თითქოს პრობლემა არ არსებობს და ყველაფერი რიგზია. იმის მტკიცებით, რომ თითქოს ოპოზიციის ლიდერებმა საკუთარი თავი თავად დაიპატიმრეს, პასუხისმგებლობა მმართველი პარტიისგან პატიმრებზე გადააქვთ. მსხვერპლის დადანაშაულება და პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანა პროპაგანდის და მანიპულაციის კლასიკური ხერხია. ამას ემატება ოპონენტების დემონიზაცია, იარლიყების მიწებება და კონსპირაციული თეორიები. თქვენ რა მეთოდებს ამჩნევთ მათ სიუჟეტებში?